მოგესალმებით, მეგობრებო. ხშირად საუბრობენ ხოლმე ეზოთერულ სფეროშიც, ფსიქოლოგიაშიც, რომ პოზიტიურ ენერგიაზე უნდა ვიყოთ. პოზიტიურად შევხედოთ ცხოვრებას და პირად რუკაში რა განსაზღვრავს ამ პოზიტიურ ენერგეტიკას. იმიტომ რომ ეს პოზიტიური ენერგია, ამის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი კარმას რო უძახით, თქო პოზიტიური კარმა, ხო? და თუ ჩვენ ამ პოზიტიურ ენერგიაში ჩვენი პირადი კარმით, ანუ ჩვენი კონკრეტულ ეგრეგორთან დაკავშირებით ვაძლიერებთ, აი მაშინ ძალიან ბევრი რამე გვარდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მე რაღაცები უშლის ხელს, ჩემ გამოცდილებით რო უყურებ ხოლმე, ძირითადად სატურნე ლილიტის გავლენა უშლის ხელს, აი სელენას რო ეძახით, ხო, სელენას ენერგიის შემოსვლას ჩვენს აურაში. ცოტა ეზოთერულ ტერმინებით ვისაუბრებ დღეს და არა კლასიკური ფსიქოლოგიური ტერმინებს ესე ვაკეთებ, მაგრამ ის კიდევ უფრო დავაკონკრეტებ. და ჩემ პრაქტიკებსაც გაგაცნობთ, 15 წელია პრაქტიკაში ვარ ასტროლოგიაში. თერაპიულად მუშაობ ჯგუფებთან, მაგალითად, ასტროლოგიის სკოლა მაქვს, ფსიქოლოგიის, ასტროფსიქოლოგიის, სადაც ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებს, ფსიქოლოგიურ პრაქტიკებს და ასტროლოგიას ერთად ვასწავლი, მაგალითად, ორთვიანი კურსი მაქვს. აი რომ აგიხსნათ, საიდან ვაგროვებ ამ ინფორმაციებს, ხო, ახლა 900 ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ბევრმა იცის. მიმდინარეობა ყველაფრის ჩემი, თუმცა მაინც ავაკონკრეტებ, ხო, ვატარებ ჯგუფურ თერაპიებს, ლექციებს ვატარებ, ყველაფერი ონლაინ ხდება, რა თქმა უნდა. და რა არის აი ამ ჩემი 15 წლიანი შრომის გამოცდილება, განსაკუთრებით ბოლო 10 წელი არის ჰიპნოთერაპია, ფსიქოთერაპიები, ჯგუფური თერაპიები, სხვა მიმდინარეობები თერაპიებში, ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ბევრი სხვადასხვა პრაქტიკები მაქვს გამოყენებული და ჩემ თავზეც გავლილი. და მთელი ამ პრაქტიკის განმავლობაში ერთზე იგივეს ვხედავდი, ახლა წიგნშიც ვწერ ამ პრაქტიკებიდან მიღებულ გამოცდილებებს, როდესაც აი ფაქტობრივად კვლევასაც შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ, როცა მუდმივად თერაპიულ პროცესშიც, თუნდაც ჯგუფურ თერაპიებშიც, თუნდაც ასტროსკოლაშიც, ახლა სადაც ძირითადად თერაპიულად გავდივართ ხოლმე ყველა კომბინაციებს, ეს საერთოდ ახალი მიდგომა არის ასტროლოგიაში, ასტროლოგია მინდა გამოვიყენო უკვე წერტილოვანი თერაპიული პროცესისთვის და ასე ერთი და იგივეს ვხედავ. სადაც მაგალითად კლასიკური ფსიქოთერაპიაც ვერ მიდის იმ სიღრმეებში, რაც შეგვიძლია ჩვენ ასტროთერაპიაში გამოვიყენოთ, ხო, როგორც რესურსი. ძალიან კარგ რესურსს გვაძლევს ასტროლოგია მისთვის და რას ვამბობდით, აი სულ პრაქტიკაში რას ვამბობთ ხოლმე? თუნდაც ინდივიდუალურ თერაპიულად რომ მოდიან ჩემთან ინდივიდუალურ კონსულტაციას, ეს არ ემსგავსება პირადი რუკის მოყოლას, რა თქმა უნდა, ხო? აქ უნდა გავიაროთ თერაპიულად და ენერგეტიკულადაც, იმიტომ რომ მე მჯერა მაგალითად, მჯერა რა პრაქტიკულადაც ვაკვირდები, თუნდაც ჩემი თერაპიული პროცესიდან კლიენტებთან როცა ვმუშაობდი ამდენი წლების განმავლობაში ერთი იგივე ამომდის, როცა პოზიტიურ ენერგიაზე ვლაპარაკობთ, მეგობრებო, ხო? აი ამ სელენაზე ბევრი ვიდეო მაქვს სელენაზე გაკეთებული და როგორც წესი სელენა მფარველი ანგელოზი, რომელიც ასტროლოგიაში რატომღაც არის უკუგდებული სელენა ლილიტის ღერძი, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სიღრმე არის საჭირო რომ ჩახვიდე ადამიანმა. ამ დროს ჩემთვის სიღრმე არ არის ზედაპირზე დგას ყველაზე, აი თუნდაც დაიწყებს ადამიანი საუბარს, ალბათ ასტროლოგიის ცოდნა ჭირდება ამ ყველაფერს უფრო თერაპიულად, ხო? თორე ძალიან ზედაპირზე ჩანს ლაპარაკობს ადამიანი და ეგრევე გადიან ყველანაირ პრობლემაზე სელენა ლილიტის ღერძზე. აქედან იწყება და აქ თავდება ხოლმე ყოველთვის კონსულტაციური თერაპიული პრაქტიკები და მთელი რუკა გვეხმარება ამ მთავარი ენერგიების გამოხატვაში. და ეხლა ჯგუფური ტრენინგები მქონდა სელენას ენერგიაზე, კიდე ერთ გეგმა ივლისში იქნება ახლა სულ მალე. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც ეს პრაქტიკა სელენა ლილიტის პირადი რუკების გამოყენებით ვაკეთებ და აი ამ პრაქტიკებში სულ ერთი და იგივე გამოდის, მეგობრებო, რომ ცხოვრებისეული ბედი, აი ეს პრობლემები, ეს ნეგატივი სულ არის სატურნე ლილიტის ღერძზე, სულ მანდ გავდივართ და როგორც კი არის ის ეტაპი, როცა ადამიანმა თავისთავად უნდა იპოვოს და დაიბრუნოს, მან სულ სელენაზე გავდივართ. აი სელენას ენერგეტიკა, მეგობრებო, არის ის რეალური პოზიტივი, ოღონდ აი როცა ამბობენ, რომ აი პოზიტიურ განწყობაზე იყავი, ეს არაფრის მომცემი არ არის სინამდვილეში. ის პოზიტიური ეგრეგორი და ენერგეტიკული ველი კონკრეტულად გვაქვს ჩვენ კონკრეტული სელენას და სელენას მდებარეობა სახლში. აი ეს გამოხატავს იმ ნათელ ვიბრაციას, როგორც კი ამ ენერგიაში შევდივართ, ის ლილიტიც მუშავდება ავტომატურად. და თუ ჩვენ სელენაში ვართ ლილიტურად, ხა აქ ვინც კარგად სწავლობს ასტროლოგიას ან იციან ეს რა ენერგია არის, თქვენ ეგრევე მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ.
მაგრამ როდესაც არის ორივე ენერგიაში დისბალანსი და შიდა კონფლიქტი და ამ შიდა კონფლიქტში ყოველთვის სატურნის ენერგია დგას, ხო? და სატურნის ენერგია რა არის ასტროლოგიაში? მეგობრებო, სატურნის ენერგია არის, რომ მე უნდა გადავრჩე მიწიერ არსებობაში. იმიტომ რომ დედამიწის ენერგეტიკა არის რთული, აქ არის კატაკლიზმები, არის როგორც სიკვდილის ენერგია, ასევე სოციალური სიკვდილის ენერგია აქვს, ხო? აი თავი არ მომეჭრას, არ შევრცხვე, თორე ხალხი უარ მყოფს და მაინც გადარჩენის ინსტინქტთან გავდივართ აქ, ხო? აი ეს ენერგია არის სატურნი. და ამ ენერგიას ავტომატურად მოყვება შავი მთვარის ენერგია ჩვენთან, ხო? და შავი მთვარი რა არის? ეს უკვე ტრამვა არის სადღაც, ანუ აი ამ სატურნს ვებღაუჭები და სინამდვილეში კარგავ აქ მფარველ ძალას, მფარველ ენერგიას, სწორად არ ჩამოდის ეს ენერგეტიკა ჩვენში. აი ხა ძალიან მარტივად ვეცდები აი მთავარ სკილებად, აი სელენას ენერგიებზე რო ვისაუბრო მაგალითად, ხო? აქ არიან ამ ენერგიაში ყოველთვის, მაგრამ გაუცნობიერებლად არიან ხოლმე და იმდანად ვერ ხედავენ, აი რას დავარქმევდი, იცით? აი სელენა ლილიტის ღერს, როცა არ არის ეს გაცნობიერებული. ანუ ავტომატურად წარმოვიდგინეთ, ახლა ციყვი რო შევიდეს ბორბალში და აი ამას სულ ყოველდღიურ თერაპიულ პრაქტიკებში ვხედავ ამას, თვითონაც ხედავენ ხოლმე, მე რომ მოდიან ჩემთან. და აი ამ ჯაჭვში ციყვი ტრიალებს ბორბალში. საერთოდ ვერაცნობიერებს, რომ აი ამ ჯაჭვში ტრიალებს და აბსოლუტურად ну, აი როგორ რაღაც არის, ის რო გგონია რაღაცას ვაკეთებთ, გარბივართ, მაგრამ სიამდვილეში ერთ ადგილას ვდგავართ, ხო? და სადღაც ილუზიაში ვართ. აი ეს არის სელენა ლილიტის ღერძი, ოღონდ გაუცნობიერებლად. აი მე თერაპიულ პროცესში, როცა შევდივართ ამ ენერგიაში, ხვდებით, ზოგჯერ არის საერთოდ თერაპიულად გავდივართ უკვე. ჯგუფურ თერაპიებზეც იგივეს ვაკეთებ, გამოდის ადამიანი და ზევიდან უყურებს. აი ამ სადღაც, მოდი ესე ვთქვათ, რბოლას, ხო? აი ამ ენერგიებში ყოფნას და ხვდებიან ხოლმე, რომ აი ამ ჯაჭვში ისე შევიდნენ, რომ რეალობა დაკარგეს. და აი ეს არის ძალიან საინტერესო ჩემთვის, რომ აი როცა ხვდებიან, რომ მე ამ ჯაჭვში ვარ და ამის მიღმაც არის რაღაცა მნიშვნელოვანი, მე ვარ ამის მიღმა, ხო? და აი მან ხდება საკუთარი თავის პოვნა და გამთლიანება ამ სელენა ლილიტის ღერც როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, ხო? აი მაგალითად, ეხლა ჩემ პრაქტიკაში გეტყვით, ან სელენა ვერძი, ან პირველი სახლის სელენა რო ავიღოთ, ხო? ნუ ვერძი განსაკუთრებულად ეხლა უფრო გამოიხატება ვიდრე მარტო პირველი სახლის სელენა, მაგრამ აი ჩემ პრაქტიკაში სელენა ვერძის ენერგეტიკა რა არის? რომ ესენი არიან ძალიან ძლიერად საკუთარ თავთან, მყარად, სუფთა ენერგიის გამტარი, ესე ვიძახით, ვერძი რა არის? ბავშვური სუფთა ენერგია. ეს არის ძალიან აი ჩემთვის იქნება ცოტა გზავნილი სელენა ვერძებისთვის, მოდი ესე ვთქვათ, როცა გვინდა, ვთქვათ, სადღაც ლილიტი ყავს აუცილებლად, ხო? და სელენა არის ვერძში. თავარი დასაყრდენი ამ შემთხვევაში რა არის სელენასთან, რომ ეს არის სისუფთავე ენერგეტიკული. გარშემო უნდა ყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც არიან გარშემო კი არა, აი თვითონ უნდა იყოს სულ იმ გარემოში, სადაც მიღებული იქნება მისი სელენა, მისი ბავშვობა, მისი გულწრფელობა, ძალიან გახსნილი და გულწრფელი არის და ითხოვენ ხოლმე ასევე ესეთივე გულწრფელობა სხვებისგან. აი მათ გადადიან უკვე ლილიტის ზონაში, ხო? აი მაგალითად ადრეც ბერჯოლ მithქვამ სელენა ვერძი იყო მერაბ კოსტავა და აი ეს ბავშვობა და გულწრფელობა და იდეის აი იმ სისუფთავის, სილაღის და იდეის გულწრფელობა და მოდი ესე ვთქვათ ცოტა ერთგულება, ხო? და მისი შავი მთვარი იყო მერწყულში, აი ეს მეგობრები, თავისუფლების იდეა და გადადო თავი ამ ყველაფრისთვის. კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის ცოტა მაღალი წერტილი ვიტყოდი სელენა ლილიტის გამოვლენის, როცა ჩვენ მაღალ განვითარებაში ვიჭერთ და ორივეს ერთად ვავლენთ, ეს არის მესამე დონეს ვეძახით სელენა ლილიტის ღერძის, არის პირველი დონე ვერძის, რომელიც უბრალოდ ვარჯიშობს, უბრალოდ აქტიურია, იცინის, ხალისობს. ეს პირველ დონეს ვეძახით სელენას, ბავშვური სახე, ბავშვური თვალები. და აი, როცა სელენას ენერგიაზე საკუთარ თავში ვლაპარაკობთ, რა არის ეს, ხო? ეს არის საკუთარ თავთან დაბრუნება. აი იმ სუფთა ნაწილთან, იმ ხალისთან, იმ გულწრფელობასთან
დაბრუნება, ხო? აი მოძრაობასთან დაბრუნება. ეს არის ხოლმე მთავარი ენერგეტიკული ველი სელენას. ოღონდ რა არის აქ პრობლემაც? არიელი სელენა თუ გვაქვს, მაგალითად კი დაუბრუნდი აქ, მაგრამ თუ არ არის აქ დაბალანსება, შავი მთვარის ენერგია, ეს არის ის მეორე ნაწილი, რომელიც უკვე სატურნთან ერთად გვეხმარება მიწიერ ასპექტში ჩამოვიტანოთ ეს სელენა პრაქტიკულად. აი ესეც მესამე დონე არის. პირველ დონეზე რა ხდება? მე ვარ ცალკე სელენას ზონაში, ვარ ჭიშობ უბრალოდ მაგალითად ენერგიებში ვარ, მაგრამ აი დონალდ ტრამპი რო ავიღოთ სელენა ვერცი ბავშვი, ჩვეულებრივი ბავშვი, ხო? ანუ არის დონე, როდესაც სელენას ვიყენებთ ლილიტივით ფაქტიურად, ხო? ნუ კი იმპულსური ლიდერი სელენა ლიტი მშვილდოსან შეყავს დონალდ ტრამპს და ნუ რო სალაპარაკობს აი 7 წლის ბავშვის ენერგეტიკა ჩანს. ახლა მათ დროს სელენა არ ყავდეს ვერტში, ეს არ იქნებოდა ესეთი ენერგია, ეს საერთოდ სხვა ენერგია იქნებოდა, ხო? ამიტომ ლილიტი, როცა გვინდა დავინახოთ, მას უყურებთ მფარველი სადაყარს ადამიანს, ამის მიხედვით გამოხატავს აუცილებლად, ხო? და აი ამ პოზიტიურ ენერგეტიკასთან ძალიან კარგად დგას შუაში სატურნი. სატურნის ენერგია ეს არის მიწიერი, ეს არის ძალიან ისეთი ჩარჩო ენერგია სატურნი გვაძლევს ჩარჩოს და გვაძლევს პრაგმატულობას. და ასევე ეს არის უხეში მატერია, მასაც შრეები აქვს, სხვადასხვანაირად იყენებს. ზოგი ადამიანი იყენებს მაგალითად ზედმეტად კრიტიკულად, საკუთარი თავის დიდი კრიტიკოსი. ზოგი იყენებს ამპარტავნება, ამბიციურობა, ხო მე ვიცი თქვენ რა იცით სიტყვაზე, ხო ესეც სატურნის, ოღონდ ცოტა სხვა ვიბრაციის ენერგია არის. ზოგი იყენებს მაგალითად პასუხისგებლობის გრძნობებში, რომ მე მაგალითად ვიცი რა არის, როცა რაღაცა ტვირთი მაქვს, ხო აღებული ჩემ თავში. ზოგი იყენებს უფრო გადამეტებული პასუხისგებლობები, ყველაფერთან ვალში გონიათ, თავიანთ სხვები გონიათ, რომ მათთან ვალში არის, ხო? აი ამ ყველაფერს აფუჭებს მერე აი სელენას გამოხატვა სწორად. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბალანსება, ხო, როცა პირველ სახს სელენაზე ლაპარაკობთ, კი, მე დაუბრუნდი ჩემი პირადი ინიციატივა. მე შინაგანად ვარ სუფთა ადამიანი, მე შინაგანად გამტარი ვარ, როგორც ვერძი სელენა. რაღაცა ნათელი იდეალების, ხო, სისუფთავის. სელენა ყველგან სისუფთავეს ატარებს. სელენა კურო მაგალითად საკუთარ თავში ქალურ არქეტიპს ატარებს, დიდი პრაგმატულობა, შინაგანი. პრაგმატულობა, ხა ეს ისე არ გეუბნებით, კარგი მათემატიკოსი გამოვა თქვა, რა ცხოვრებისეულად მოქნილები არიან, აი სამყარო დედამიწის ენერგიასთან წვდომა აქვთ. ქალურ ენერგიას გამოხატავენ ყველაზე სუფთად და სელენა კურო რა არის? საკუთარი სიმშვიდე, სხეულთან კონტაქტი. შინაგან მატერიალურ სამყაროსთან, ანუ მატერიალური იმას კი არ გულისხმობა ასევე ფული სიტყვაზე, ხო? აი, უფრო ღირებულებები შინაგან, ჩემი როგორც რესურსები. ეხმარებიან ადამიანებში თავიანთი რესურსები აპოვნინონ მაგალითად, ხო? ეხმარებიან მოთმინებით, სიმშვიდით, გაავრცელონ სიყვარული, იმიტომ რომ ვენერა მართავს კუროს. მეორე სახლიც ეგეთივე არის, როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკუთარი რესურსები გამოიყენოს სხვების დასახმარებლად, მაგალითად, ქალური არქეტიპი, დედამიწის ეგრეგორი, რომელიც დედამიწაში დევს ძალიან დიდი მოთმინება და სიყვარული. ქალური ენერგეტიკა არის, ხო, დედამიწის ენერგეტიკაზე, როცა ლაპარაკობთ, ხო? და აი ეს სიცოცხლის წყურვილი, ეს არის კუროს ენერგია. ეს არის მეორე სახლის ენერგია. აი აქ როცა ბრუნდებიან, ზოგს ემართება გარინდება პირიქით, რომ აი ზედმეტად მე იმხელა სიმშვიდეში ვარ, რომ მე ლილიტი გვიჩვენებს, სად გადააჭარბა სელენას ზონაში ადამიანმა, ხო? აი ვერძი თუ არის სუფთა, იმპულსური, მამაკაცური საწყისია და ძალიან გვანან ცოტა ბიჭური ტიპები არიან ხოლმე გოგოებიც, სელენა ვერძები. ჯულია რობერსი არის სელენა ვერძი თავისი ხიმილით მაგალითად, ხო, რაღაცა ისეთი სიცოცხლეს რომ მოგაწყურებს, იმიტომ რომ ვერძი არის სიცოცხლის სიყვარული. ძალიან უყვართ სელენა ვერძებს სიცოცხლე. სიცოცხლე როგორც ანთება, როგორც ნაპერწკალი რაღაცის, ხო? და ამ ენერგიას ავრცელებენ ყველგან. უბრალოდ აი ეზოთერიკაში არის ძალიან საინტერესო მიდგომა და მეც მიგრძნია ეს, რომ ზოგჯერ სულ არაფერი არ გავაკეთოთ, აი ჩავიაროთ გარემოში, ხო, გვერდზე და ჩვენ ვართ როგორც რადიო მიმღებები, ესე რომ ვთქვათ, რაღაცას ვატარებთ სამყაროდან, ხო, ეს მატერია არის სულიერი სამყაროს გამოხატვა.
როგორც აი მაგალითად რადიო სიხშირე მოდის და აპარატი არის საჭირო რომ ეს სიხშირე გაატაროს, ხო, რომ მივიდეს ადრესატამდე. აი ეს ენერგეტიკა აქვს მაგალითად ადამიანის სხეულს. და ამ სხეულის მიღმა აი ეს უმაღლეს სამყაროებიდან მოსული ენერგია გამტარი არის ჩვენგან გარემოში. და ჩვენ გონია რომ არაფერს მნიშვნელობას არ ვაკეთებთ, მაგრამ ერთ ელენა ვერძი რო გაივლის და გაიღიმებს, გაღიმებს ყველას ვინც მის გარშემო არის. და ამ ღიმილში უბრალოდ ღიმილი არ არის. აქ იმპულსი ეზოთერული ენით გადადის, იმპულსი სიცოცხლის სიყვარულის. რა ყველაფერი კარგად არის და აი წმენა გამოდის. ახლა მე მყავს ელენა ვერჩი და როგორ ყოფილა იცით, აი ადრე წლები ვმუშაობდი, რომ აი მე მაგ დეფლექსია ნეგატივის მიმართ, რომ აი ადამიანები თუ არიან რაღაც მოწყენილები ტირილში ან დრამაში, ან მეც ყოფილვარ ხო დრამაში. თერაპიაზე თუნდაც ამიწყია სიცილი, ღიმილი, გულწრფელი და ნუ კლასიკურ ფსიქოლოგიაში ეს არის დეფლექსია, რომ აი შენ არიდებ თავს, რომ არ იგრძნო ტკივილი. კი, შეიძლება რაღაცა ნაწილში ეგრე, მაგრამ მე უფრო რომ ჩავუხმავდი თუნდაც თერაპიულად. ეს იყო რომ მე არ ვარ ეს ნეგატივი. ანუ მე მჯერა რომ ყველაფერი არის ძალიან ღიმილში შეიძლება ყველაფრის გადალახვა. ტრამვაში შეიძლება გაიღიმო და აი ამითი გამოიტანოს სხეულიდან ეს ნეგატივი. და სხვადასხვა ჰიპნოთერაპიაზე ვნახე რაღაცა დიდი ომი და ვემშვიდობებით ერთმანეთს, მეტრო ვიცით რომ დავიღუპებით. ეხლა რატო ალეგორიულად რატო გიყვებით ამას და სიცილით ვემშვიდობებით ერთმანეთს, თითქოს ესეთი რაღაც ვნახე. ოღონდ ეს ისეთი აი ძალიან ემოციურად ძაფრი იყო და ამ სიცილში იყო ყველაფერი. ამ სიცილში იყო სიყვარული, იდეალების მიმართ პატივისცემა, ადამიანური, ანუ ის გარემოს მიმართ, საერთოდ სხვა პლანეტა იყო, ადამიანები არ იყვნენ და მაინც. ხო და რა არის იცით, როცა არის აქ გამოცდილება სულიერი. აი სხვა ელენა ვერძები ვინც კი მყოლია ხო თერაპიულ პროცესში. სულ ამას ხედავენ, რომ მე ვიცინი და ამით გადავცემ რაღაც იმპულს ადამიანებს. და აქედან ჩანს თითქოს მხოლოდ ღიმილი, მაგრამ ეზოთერული ლოგიკით ეს არის ნაპერწკალი რწმენის, სულ სხვა გამოცდილება არის ეზოთერული კუთხით. აი როცა კუროზე მიდგება ან მეორე სახლს ეს ელენაზე ხო საქმე და თან ჩვენ გონია რომ ეს არაფერი და ჩვენ გონია რომ ეს მხოლოდ გარემოს ეხმარება და სინამდვილეში ჩვენ გვეხმარება იმ კუთხით თუნდაც რომ მე ვიპოვე რესურსი დრამას როგორ გავუმკლავდე და ძალიან საინტერესო პრაქტიკა იყო შეიძლება ბევრს ელენა ვერც გამოადგეს ზღვაში გავდივარ ხოლმე შოურს და ბორდით და ერთხელ თქვი რაღაცნაირად რა ეს წყალს რო ელაპარაკე და მითხარი მეთქი აი ეს რაღაცა ჩემი დრამები როგორ გადავლა ხოლმე თქვი და აი უცებ წამოიღო შიგნიდან და სიცილი დამაწყებინა თითქოს ღიმილი და აი თითქოს შემაქვე ცნობიერმა მითხრა რესურსი არის შენი ღიმილი და ბევრს ელენა ვერცთან აი ძალიან გულწრფელად გიყვებით ახლა ჯგუფურ თერაპიებში სულ ეს ამოვდის რომ ეს ელენა ვერცი როცა ჩავაღრმავები ვარ ჩემი რესურსი რა არის და გაუცინია თქო ეს არ არის უბრალოდ ღიმილი. ამ ღიმილის მიღმა აი აქ უკვე ხდება ის ეზოთერულ სფეროში როგორც ამბობენ, აი იმ ნათელ ეგრეგორთან დაკავშირება, წინა ცხოვრების კარმებს ამბობს ეზოთერიკა მაგალითად, როგორც ნათელი ენერგეტიკული გამოცდილება, სხვადასხვა დოლორეს კენონი, რომელიც ჰიპნოთერაპიას იკვლევდა და ზუსტად ეს ყველაფერი მაქვს მეც ნანახი, რაც მე მის წიგნებში წავიკითხე. მსგავსი, თუნდაც ჩემი გამოცდილება არა მარტო როგორც პირადი, არამედ სხვა ჰიპნოთერაპიულ კვლევებში რო ვიყავი, სხვა ადამიანებთან თან ასტროლოგიური რუკით გავდიოდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე მაინც უფრო პრაქტიკოსი ვარ, ან წავიკითხე, მე უნდა დავტესტო, აბა ნამდვილად მუშაობს თუ არა. ანუ მე არა ვარ ეს რომ ვიღაცის წიგნი წავიკითხო და მე ის წიგნი ვილაპარაკო, მე თვითონ და გავიდე იმ წიგნში, მე თვითონ და გამოვიკვლიო და აი მანდ ვარ უკვე ავთენტური, მე ვიცი რას ვლაპარაკობ, ხო, იმიტომ რომ ამის მიღმა უკან დგას ძალიან ბევრი შრომა, გამოცდილება, დაკვირვება და ეს მაძლევს იმ ავთენტურობას, რო ვიძახით, ხო, ეს არ არის ვიღაცის გზას ელენა ვერძი არასოდეს არ გადის. ეს გადის ყოველთვის მხოლოდ თავის გზას. და ვიღაცების გზები შეიძლება მე რაღაცა ისეთ მინიშნებებს მაძლევდნენ, მაგრამ მე დავტესტავ, ან არის ეს ის რაც მე მაინტერესებს, ან არ არის, მაგრამ გადავამოწმებ ჩემი პირადი გზით. აი ესეც მე რო ვყოლია თერაპიებზე, ეს ხალხი ესეც ყოფილა
როგორც მათთვის ზუსტად იგივე გზა, რომ აი თვითონ გადიან გზებს, თავისი ცხოვრების გზა არის უნიკალური, ვერძი პირველი სახლებსაც ეს აქვთ, მაგალითად, მარსი სელენას შეერთებასაც ეს აქვს ხშირად. ამას პოულობენ, მაგრამ აი ჯერ არის ძლიერად ვერძი, მერე პირველი სახლი, ოღონდ პირველი სახლი გვაჩვენებს ნიშანი სად არის აქ და მარსი სელენას შეერთება, მსგავსი ენერგია არის, ხო? მოქმედება, პირადი ინიციატივა და სელენა ნათელი ენერგია ანათებს ამ გზას. როგორც კი ამას ვუბრუნდებით ჩვენ და მეც დაკარგული მქონდა ეს გზა, სელენას ენერგია, ვისაც სელენას ვერძებს ყოლია დაკარგეს საკუთარ თავთან ღერძი და ის ლილიტი რა არის? ეს ლილიტი მე ვარ, სელენა ვერძი ამას ამბობს ხოლმე. ჩემში არის ეს ენერგია, სხვაგან არ უნდა ვეძებო. აი ეს არის ვერძული იმპულსი, კუროს იმპულსი. ეს არის მეგობრებო უფრო, რომ ჩემში არის სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში არის რესურსები უდიდესი. აი, წარმოიდგინეთ ხე, ან ბალახი რო, აი ყვავილი რო დავთესოთ, დავგოთ. ამ ყვავილთან რამხელა სენსიტიური ზრუნვარი საჭირო, რომ ის გაიზარდოს. ახლა ყვავილებს რო ხშირად ვერ ახარებს ყველა. რატომ? აი ყველაფერზე რეაგირებს სენსიტიურად ყვავილი, ხო, მცენარე ზოგადად. აი კლიმატი, გარემო, ატმოსფერო ძალიან დიდი სიფაქიზე არის საჭირო, რომ იცოდე ახლა რა დროს დაუსხა წყალი, როგორი ტემპერატურა გქონდეს. აი ეს ენერგეტიკული სენსიტიურობა დევს მათში. აი ეს რაღაცა ქალური სილამაზე, სინაზე, კაცის რო იყოს, მასში დევს აი ესეთი სირბილე, ისე მოგიდგება, ისე რბილად მოგიდგება. შინაგან მე ძალიან მიყვარს სელენა კუროები, ძალიან დიდი სიმშვიდე, სტაბილურობას ვიღებ ენერგეტიკულად მათგან ხოლმე, ხო? რომ აი სელენა კუროსთან გაევლი და ენერგეტიკულად იძლევა, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი შვიდად არის და სტაბილურად არის. აი ამ ენერგეტიკის გამტარები ხდებიან თვითონ, აი ამ სიმშვიდის. აი მერე უკვე შავ მთვარესად მიდის, იქ უკვე ჩანს სად აი სულიერი სამყაროდან ჩამოსული ენერგია სად იმრუდება სადღაც, ხო? მაინც ატარებს ეს ადამიანი ამ სელენას ენერგიას, მაგრამ სად იმრუდება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. და ზოგს აქ პირველ დონეზე თუ არის სელენა კურო იყო ხა ჰიტლერი, მაგრამ ლიტი ტყუპი მერვე სახლი და სად გადავიდა, ხო? ხატვით დაიწყო, სილამაზის აღქმა ქონდა, გარემოსი ძალიან, ფერების აღქმა ქონდა და გადავიდა პროპაგანდაში, ენერგეტიკულ დეზინფორმაციაში და ეს არის ყველაზე მძიმე პირველი დონის გამოვლინება, როცა სელენა თა რესურსები კარგად ჩაუვარდა და გამოიყენა როგორც ლილიტის ენერგია, ხო? აი ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ხოლმე აქ ამ შემთხვევაში პირველ დონეზე არის ადამიანი, მე ყოველთვის ახლა როცა შავ მთვარეზე უნდა ვლაპარაკობდი, ყოველთვის ხსნი დონეებს. პირველ დონეზე აბსოლუტურად სხვა ადამიანია და ჩემი გამოცდილებით პირველ დონეზე აი ხა სამთავრობაში უმეტესად არიან სელენა მორიელი, ლიტი კირჩხიბი, აი ეს ღერძი არის უმეტესად მაგ თაობის ხალხი არის, ან სელენა მორიელი, ლილიტი ლომი სიტყვაზე. კლასიკური ფორმულა. მორიელი აძლევს სელენა ძალაუფლება, ფული, რესურსები, სხვის რესურსებს კარგად იგდებენ ხელში და გადავიდნენ ლილიტში მერე, ხო? ლილიტი კირჩხიბის თემა ეს აღარც მინდა და მანდ დავწრულ მანდ იმდენად გასაგებია ყველასთვის, ხო? და მეორე დონე უკვე რა არის? მე როგორც ლილიტის ზონაში მაგალითად, აი მეორე დონე, მესამე დონე იყო ჟანა დარკის თემა, სელენა მორიელი, ლილიტი კირჩხიბი. მეორე დონეს უფრო ვიტყოდი, იმიტომ რომ მან ფაქტიურად ლილიტზე თქვა უარი, ლილიტის გამოვლენაზე კირჩხიბი, ხო, იქ ზრუნვა, ქალური ენერგიის მიღება მაგალითად, ის დედური ენერგია, ამაზე უარი თქვა და მარტო სელენაში დარჩა. არა მოახდინა ლილიტის ინტეგრაცია, ლილიტის მიღება. მაგრამ აინც ეს არ იყო ადამიანი, რომელმაც მატერიალური მოკაფა, ცუდი სიტყვით ვიტყვი, საკუთარი თავისკენ, ხო? ზუსტად ეგ არის იდეა მან. ამიტომ აი ამ სელენას ენერგიაში სამი დონე რო უნდა განვასხვაოთ, აი მესამე დონე ყოველთვის აი სელენა კუროს მესამე დონე იყო ექვთიმე თაყაიშვილი მაგალითად. რომელმაც ეროვნული
საგანძული, როგორც რესურსი ეროვნული, როგორც შემოქმედებითი ნაწილი ხელოვნებას მართავს კუროს ენერგია, ხო? აი ისე რაღაცნაირად შემოუნახა ერს. აი ეს არის უკვე სელენას მესამე დონე, როცა ვამბობთ, ხო, როდესაც უკვე მე მთელი სელენას ენერგიაში ვხდები სხვებისთვის უკვე ბევრი მასისთვის სასიკეთო. თორე შეიძლება პირად სივრცეში მყავდეს სელენა ჩაკეტილი და აი ჩემი უახლოეს გარემოცა საწგავლი იქ ოკეი იყოს ყველა. მაგრამ მაღალ დონეზე ეს არის უკვე დიდი რესურსები. მაგალითად, ხო? როდესაც ახლა სელენა ტყუპზე ვლაპარაკობთ, აი ამ ადამიანს ახლა შენ რო უთხრე წარმოსახვი წარმოიდგინე, ბედნიერი სხივი ჩამოდის შენში, ეს არაფრის მომცემი არ არის მათთვის. ტყუპები ეს არის ინტელექტი. ეს არის კავშირი, არაცნობიერადაც აქვს კავშირები გარემოსთან. აი აქედან იქიდან იქ, ან ტყუპები არის ეს ენერგია. ჯგუფში შევიდე და სულ ურთიერთობის მოთხოვნილება მქონდეს, გარემოცვა, უახლოესი გარემოცვა ოღონდ. და როგორც კი ახლა მაგალითად სელენა ტყუპი იყო დოსტოევსკი. მას ახლა შავმთვარე მორილში ყავდა და იქ მეორე აქ იცით რა მოუვიდა დოსტოევსკის პირად ცხოვრებაში ქონდა პოლარობები, ბიპოლარულო აშლილობას რო ეძახიან, ყოველთვის სელენა ლილიტის ღერში მუშაობს დახტის ადამიანი. ბევრი მყოლია ბიპოლარული აშლილობით, მაგალითად კონსულტაციაზე და რო შევსულვართ კომუნიკაციაში და რო ახლა დიაგნოზი ჩვენთან ასტროფსიქოლოგიის ენით საერთოდ სხვანაირად იცვლის ფორმას, ის უკვე დიაგნოზი აღარ არის. ეს არის ენერგეტიკულად, როცა ვერ ვიჭერთ სელენა ლილიტს ერთთლიანობაში და პოლარობებში ვტოვებთ. ხან სელენა ვარ, ხან ლილიტი ვარ. სელენა არ იღებს თავისი სულიერი სიწმინდით ამ ლილიტურ ენერგიას და აგდებს საკუთარი თავიდან. და ლილიტი ბრაზდება ამაზე, რომ არ არის მისი სურვილები ინტეგრირებული სამყაროში და ის სატურნულად ჯის, ხო, სადღაც აი იმ სელენას ენერგიას. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი ეს აღმოუჩენიათ, მივხვდარან, რაზე უნდა იმუშავონ, ეგ ენერგეტიკული პრაქტიკები შეიძლება იყოს, რომ წარმოსახვით თერაპიებში ჩამოყვავს იმ პლანეტიდან, ან იმ სამყაროდან, სადაც სელენას ენერგეტიკულ ველში ცხოვრობს და არ ჩამოდის ქვევით, ხო? ძალიან საინტერესო პრაქტიკა არის ეს, ხო, შორის ამას ძალიან აქტიურად ვიყენებ ხოლმე და ხვდებიან ძალიან ბევრ ამას, იმიტომ რომ აი ეს როდესაც ენერგეტიკული ველი სელენასი სამყაროს ენერგიებში სხვაგან არის და აქ არ უნდა ჩამოსვლა, იმიტომ რომ სელენასთვის დედამიწის ენერგია სატურნ ლილიტის ზონა არის და ძალიან უჭირს აქ ჩამოტანა იმ ენერგიის, ხო? და ამისევდა არის ამ ასევე სელენა ლილიტი, რომ რატო დავკარგე, ბოდიში სატურნი ლილიტი, რატო დავკარგე ის სამყარო. და არის უკვე თერაპიული პროცესი, როცა ეს სელენა ლილიტი ჩამოყვავს ერთად და ერთად ვამუშავებთ, ეს არის მესამე დონე. როდესაც სელენას ის კი არ აქვს, რომელიც არ ვიღებ. აი მაგალითად დოსტოევსკის სელენა ტყუპი რა იყო? მაღალი ინტელექტი. საკმაოდ როგორ სუბუქად გამოხატავდა სათქმელს. რამხელა მურილში ლილიტი თავისი ღრმად რამები, მაგრამ მანდაც საკუთარ თავს მკურნალობდა მურიელი ლილიტს სიტყვით, ინფორმაციულად, აი სიტყვით პირდაპირ თერაპია ქონდა წერით. და ძალიან ბევრ სელენა ტყუპებს უხდებათ თერაპია თუ არიან ფსიქოთერაპიულ პროცესში, სიტყვაში, ლაპარაკი. ეს არის მათი მთავარი მესამე სახლი სელენაც და ტყუპებს ეს არის მათი მთავარი ღერძი. აი როგორც კი კამერას ხსნი, რომ ვიცი რომ აი კონსულტაცია მაქვს მაგალითად და სელენა ტყუპი შემოდის. არც უყურებ უკვე დანარჩენ რუკას პირდაპირ რა ჩანს. ადამიანი ისე მსუბუქად გამოხატავს თავის თავს. მსუბუქად ლაპარაკობს და თან რა იგრძნობა, იცი სიყვარული. სიყვარულის გამტარი არის სელენა. აი უყვართ ურთიერთობები და ადამიანები უყვართ გარშემო. აი სიყვარული, აი სასუნთქი გზები არის ტყუპები ჩვენთან და აი ამ ენერგიაში, კომუნიკაციაში სუნთქვა გვეხმარება, ხო? აი შავმთვარე ტყუპებისგან განსხვავებით, იმათ პირიქით აგრესია აქვთ, ხო, ადამიანების მიმართ ეს სიამოვნებაში აგრესიის მიღმა წყენებია და დარდი არის და იქ მე სელენაზე გავდივართ, იმიტომ რომ პირველ წყარო არ არის ლილიტი, ხო, სელენა პირველ წყარო. და აი ლილიტი ტყუპი თვითონაც კი არ კონტაქტობს ადამიანებთან, ან ლილიტი მესამე სახლელი, ენერგეტიკულ დონეს გულისხმობ აქ, ხო? ეს არის უფრო აი
სადღაც ბრძოლა ან კონფლიქტი, შიდა კონფლიქტი გარემოცვასთან. ან პირიქით გარემოცვა ებრძვის მათ, მაგალითად, ხო, მაგრამ ენერგეტიკული ველი ერთნაირი არის. და როცა სელენა ტყუპებზე ვლაპარაკობთ, აი ჩაირთვება კამერა და აი მე ძალიან სენსიტიური ვარ ენერგიებთან და აი ვგრძნობ, რომ წარმოვიდგინოთ წარმოსახვით, აი გახსნილი არის ენერგეტიკულად ადამიანი და ჩვენ შორის ნამდვილი კონტაქტი არის ხოლმე, ემოციურიც, ენერგეტიკულიც, ანუ ადამიანი არ არის ჩაკეტილი ენერგეტიკულად. ხშირად ყოფილა აი პირველ დონე ლილით ტყუპებს რო ვიძახიან, მეორე დონე, მაგრამ ნუ აი ესე, პირველ დონე ნაკლებად მოდის ჩემთან. მათ თვითრეფლექსიის უნარი არა აქვთ ხოლმე და მეორე დონე უკვე რომ ძალიან გაგუჭირდება, მე დავდივართ ესეთ რაღაცებზე და აი რომ მოდის თქვათ ლილიტი ტყუპი, მე კონტაქტები ხშირად არის ესე, ოღონდ არა ყოველთვის და აი რაც გრძნობ იცით, ჩაკეტილობა მერე გაიხსნება. ანუ არ არის თანმიმდევრული კონტაქტი. ამას ძალიან კარგად გრძნობ ხოლმე, ხა 100%-ზე ყველასთან არ გიყვებით. უმეტესად და ყველაზე რო არ ყვები, ზოგს აქვს 80% ჩაკეტილი, ზოგს 60% ჩაკეტილი. ანუ აქაც არის ჩაკეტვა, ოღონდ გრძნობ, რომ აი სადღაც ვახწევ. სადღაც ჩემი ექო, ანუ მისი კონტაქტიც ჩემამდე მოდის, განა ესე უკონტროლოთ რომ ვლაპარაკობ მიმართულების გარეშე. მაგრამ სელენასთან აბსოლუტურად სხვა სურათი მხდება. სელენას ენერგეტიკასთან მისთანაც არ უნდა შევიდე ხა, კამერას ხსნი და სელენა არის ვერჩი, ეს არის გულუყვილო ბავშვური ენერგია. კურო სელენა არის, ეს არის სიმშვიდე, შინაგანი, ეს არის მოთმინება დიდი და აი ტოტალური სიყვარული, მოდი ესე ვთქვათ, ყველანაირად ხა, რომ ასხივებენ თითქოს გრძნობებს. ეს არ არის ლომური სიყვარული, რო ძიცულონება, ეს არის უფრო ვენერასეული სიყვარული, ეს არის სიმშვიდე, მშვიდი გაცვლა ენერგეტიკული ველის, იმიტომ რომ კუროც და მორიელიც ეს არის რესურსული ღერძი, ეს არის მიცემა გაღება მიღების ენერგია და გასცემენ უშურველად ძალიან, ხო? ლიტიკუროსგან განსხვავებით ის ჩაკეტილი შეიძლება მეჩდეს ენერგეტიკულად, მაგრამ სელენა ტყუპი იყოს და გახსნილი იყოს კომუნიკაციაში მაგალითად. ოღონდ ლიტიკუროს შემთხვევაში შეიძლება ესე იყოს, მაინც ენერგეტიკა ვიგრძნო რომ დევს, დგას, ხო, სადღაც მაგალითად. ძალიან კარგი იქნება სხვაშორის აი ასტროლოგიაში ესეთი რელაციური კონტაქტი იყოს კლიენტებსა და ასტროლოგებს შორის, იმიტომ რომ რეალურად აი როცა ადამიანი გრძნობს, რომ შენ გრძნობ მას, ეს არის ხოლმე ყველაზე მეტად თერაპიული. აი მთელი აი ამ რუკასაც რო შევხედავ ხოლმე, აი რო გრძნობ ენერგეტიკას ადამიანს, და რუკა მეხმარება კიდევ უფრო სწორი მიმართულება მივცე ჩემს ემოციებს, ანუ იქ ხვდები ხოლმე, რომ კი, ნამდვილად ეს არის, ხო? და უკვე აღარ ხარჯავ ენერგიას, ხედავ უკვე რას მიაქცია ყურადღება აქ და სელენა ტყუპის შემთხვევაში ეს არის, რაც არ უნდა იქ სხვა რაღაც ხა ლიტილომის სელენა ტყუპის სიტყვაზე, ხო? აი თავის ეგოში შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ კომუნიკაციაში სითბოს გამოხატავენ ყველა ვარიანტში, ხო? და გახსნილობა ჩანს კომუნიკაციური, ენერგეტიკულ დონეზე, მენტალური გახსნილობა გარემოსთან ჩანს. ოღონდ ეს გახსნილობა არის პოზიტიური. ის არ ეძებს რაღაცას. ახლა ლიტმა ტყუპმა ისეთ სკანდალი უწევს, შეიძლება ატეხოს, საერთოდ არ დაფიქრდეს. წამი არ მისცეს თავს დასაფიქრებლად, უბრალოდ აფეთქდეს, ხო, სადღაც. მაგრამ სელენა ტყუპს აქვს ეს სრული ჩართულობა. სხვათა შორის კარამაზოვებში, დოსტოევსკიმ, ეს კარამაზოვებში არა, ბოდიში, კარამაზოვებში ეს სუფთა ის იყო ლილიტური, სხვა შეს კი სელენა ლილიტის ენერგია იყო მან, მაგრამ ლილიტი გამოაშკარავა ყველაზე მეტად და ის თავარი კარამაზოვი ტყუპი ენერგია, ხო, ტყუპების ეს ძმებში მაგალითად, აი მან და ძალიან კარგად ჩანდა, ის სულში რა ხდებოდა ენერგეტიკულ ვერცხლში დოსტოევსკისთან, მაგრამ აი იდიოტი, რაც დოსტოევსკიმ, ნუ ერთ-ერთი ისეთი რაც დაარქვა და დაწერა, ხო? ძალიან ჩანდა სხვათა შორის მან აი სუფთა ღერძზე რო ვილაპარაკოთ, გარემოცვა და იდიოტი, ხო? აი ეს არის რა ხდებოდა სინამდვილეში დოსტოევსკის სულში. აი ეს ტყუპების ენერგია არის ესეთი, აი კომუნიკაცია, ღრმა ფილოსოფია მაგალითად, ხო? აი აქვთ ეს ტყუპებს. მესამე სახლი და ტყუპების ენერგია. ძალიან ხშირად მომყოლია სელენა ტყუპი, რომელიც აი ამ გარემოცვასთან მაგალითად აი იმდენად გახსნილია კეთილად და მე ლიტიმორიელის ენერგეტიკა, ხო, რომ
აი ამ დარგს არ აძლევს საშუალებას რომ გამოიხატოს, იმიტომ რომ გარემოცა უყვარს. ან იღებენ პასუხისმგებლობას თავის დაძმებზე, ნათესავებზე, აი გარემოცვაზე სადღაც და მათ გადადის უკვე ლილითი. მაგრამ თქვა რომ დაიწყოთ ენერგეტიკულად ან გარემოზე დაკვირვება სელენების მიხედვით, ან საკუთარ თავში აი ამ სელენასთან შეხვიდეთ ეგრეგორულად, ყოველ შორის ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეთ სელენა, აქა და აქ ამყავს თვით რეფლექსიაში, როგორ დამეხმაროს ეს, როგორ ენერგეტიკულად, როგორ დამეხმაროს ეს, აი ამაში რომ შეხვიდეთ, ძალიან დაგეხმარებათ, აი ზუსტად ამ თქვენს პირად პოზიტივთან კონტაქტში და არა რაღაცა პოზიტიური ფსიქოთერაპია, ერთი შაბლონი იყოს ყველაზე, ესე არ მუშაობს. მე მაგალითად სელენა ტყუპის ენერგეტიკაში, აი იმისთვის სხვა იქნება პოზიტივი, ჩემთვის სხვა იქნება. ვერ შევალ იმის, კი, მე ვხედავ კონტაქტს, ვხედავ რომ ამაში გაცვლადობაში ვართ, მაგრამ ჩემი სელენას ენერგია, აი მე გულახდილად რო გითხრათ, ვინც სელენა ვერძი არის, მათთან მქონდა ხოლმე სულ განცდა, რომ აი ან სახლში ვარ, ან ჩემიანებთან ვარ, ყოველთვის სელენები გვეხმარება უფრო აი ამ სელენასთან, აი სელენას ჩვენი სელენას ენერგია ვისთანაც მივდივარ და იმასაც თუ იგივე სელენა ყავს, მაგალითად, ყველაზე მეტად გვაგრძნობინებს, რომ ეს ჩვენი ენერგეტიკა არის, ჩვენ თავთან ვართ. იმიტომ რომ მსგავსი სელენა ეს არის ის ენერგია, რომელიც ვიღაცაც არის ისეთი, რომელიც იმ ენერგიის მატარებელია, რაც მე. აი ეს არის ერთ-ერთი მე რასაც ვაკურდები ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი სხვანაირად მოდიან, აი სელენა ტყუპი ერთად რო ყოფილან ჯგუფურ თერაპიების დროს განსაკუთრებული კონტაქტი ყოფილა მათ შორის, ენერგეტიკულ ბმას გულისხმობ, ერთ ენერგიას ატარებენ. შეიძლება სხვა სამყაროებიდან, სხვა ეგრეგორიდან, მაგრამ ეგრეგორის ენერგია მთავარი ცენტრი მაინც სელენათი გამოდის ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, ხო? ხა როცა სელენას ენერგია არის კირჩხიბში, სელენა კირჩხიბები მაგალითად, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც არის არქეტიპულად დედის ენერგეტიკაში. აი თუ არის ვენერა უფრო ქალური, მშვიდი ენერგია, აი კირჩხები ეს არის ზრუნველი, ჭყალებში ვამბობ, იცით ზრუნვას ეგრევე გონიათ ხოლმე, რომ აი დედიკო რომ ივლის და საჭმელებს მაჭმევს. საერთოდ სხვა ზრუნვაზე არის აქ ლაპარაკი, შეიძლება სელენა კირჩხიბი იყოს, იცით როგორ ენერგიაში, აი უბრალოდ თავისი არსებობით გაძლევდეს რაღაც სიმყუდროვეს, სხვანაირ სიმყუდროვეს, აი გრძნობდე შინაგანად დაცულობას, იმიტომ რომ კირჩხიბი ჩვენთან არის თავდაცვა, დაცულობის შეგრძნება კარგი კუთხით და უსაფრთხოება. აი რეალურად კირჩხიბი არის უსაფრთხოების ენერგია, როცა შენ ოჯახში რა არის ოჯახის იდეა მთავარი, უსაფრთხოდ მინდა ვიგრძნო თავი, ხო, რომ ვიცი რომ იქ არავინ არ გამაგდებს, საჭმელი მექნება და არა მარტო ფიზიკური უსაფრთხოება, ემოციურად უსაფრთხო ვარ. აი ეს უსაფრთხოება შეუძლიათ ხოლმე შესთავაზონ ყველას. აი შინაგანი ხარჯი ძალიან რბილი გზნობიარე ბუნება აქვს სელენა კირჩხიბებს და რა არის ყველაზე კარგი, რა ენერგიებში არიან ყველაზე კარგად, ხო? როდესაც მაგალითად ფსიქოლოგიურ თვითრეფლექსიაში არიან, როდესაც არა მარტო სხვებზე იზრუნონ, საკუთარ თავზეც გადმორთვან ზრუნვა, ხო? და ბუნებასთან ყველაზე კარგად არის, იმიტომ რომ ბუნება და დედამიწის ველი, კურო, კირჩხიბის ენერგია ძალიან ახლოს არის ამ ენერგიებთან. და აი შვილები, ოჯახი, სახლი, ან გარემოცვაში შექმნას ეს ოჯახი, ვისაც ხელს მოკიდება, ყველასთან არიან ძალიან ზრუნველ ენერგიაში, ხო? აი ზრუნავენ სხვებზე და ეს უძლიერებთ მათ შინაგან დაცულობის შეგრძნებას. რაც უფრო მე სხვას ვიცავ, მით უფრო დაცული ვარ მე. აი რაც უფრო სელენა კუროს სხვების მიმართ ზრუნველობას გამოხატავს, ოღონდ სიმშვიდით, იმდენად რესურსული არის მე თვითონ. ეს არის სელენას მთავარი ღერძი, რომ ჩვენ არ უნდა ვანიავოთ სელენას ენერგია, ის უნდა ვაწარმოოთ, რომ ასევე გაძლიერდეს მე ჩვენი დაცვაც, ხო, ამავე დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კირჩხიბის ენერგიას აქვს ასევე კავშირი გვართან, საგვარეულო ენერგეტიკასთან, რაც არ უნდა ცუდი ოჯახი ყავდეს ესე, თუმცა ხშირი არ არის ესეთი ფაქტორები, ყოლია ესეთი ცუდი გარემო, მაგრამ სელენა რას აკეთებს, იცით, რომ სელენა არის ენერგია, სადაც ვერანაირი ტრავმა ვერ აღწევს. აი ლიეტი კირჩხიბი ჩამოიშლება, ჩამოინგრევა ოჯახურ ტრავმებზე და აიღებს ყველაფერს, რაც კი ოჯახში არის არასწორი, აიღებს რა კუთხით, მაგალითად ენერგეტიკულად ზიდავს მერე, ხო? და კირჩხიბის სელენა ეს არის პირიქით, აი რაც კარგი იყო ის წამოვიღე ოჯახიდან.
ან ჩემზე თუ რამე ნეგატივი ქონდა ოჯახში, ჩემზე არ გადმოვიტანე. მე არ დამტრავა, იმიტომ რომ როცა უკვე ეგრეგორულ დონეზე არის სიყვარული, საკუთარი, აი ზოგადად აი ამ ეგრეგორის მიმართ, ხო? და ეგრეგორი რა არის? კარმულად ამ ადამიანმა ისეთებს მისცა ოჯახი და ზრუნვა, რომელსაც არ ყავდა მშობლები. სელენა კირჩხიბისთვის ყველას დედა არის. ლიტი კირჩხიბი არჩევს იქ ვიღაც ან თუ მე მგავს ჩემი შვილია, თუ არ მგავს არ არის ჩემი შვილი. ან თუ ჩემს ენერგეტიკაზე ზის ჩემი სახლია, თუ არ ზის არ არის ჩემი სახლი, ხო? აი ეს გარჩევა აქ და სელენას ის არა აქ. სელენა ყველას იღებს. ეს არის, ხო, აქ მნიშვნელოვანი. მანდ მე მიდის კლასიფიკაცია, მაგალითად, აი ეს ოჯახის განცდა, ეს თავისი ღირებულებათა ნაწილი დიდი ოჯახური ლილითში რატო გადადის? აი ეს არის მე გამოსაკვლევი ხოლმე. სად დებს ენერგიას არასწორად, რაც მე გადადის ლილითში. ანუ ის სამყაროს ცენტრიდან რო წამოვიდა ენერგია, ეს სად გადაიტანა ადამიანმა, აქ მივდივართ, ხო, ყველაზე მთავარი რა არის, ხო? და შემდეგ ნაწილებში კიდე შემოგთავაზებთ, ცოტა კიდე რომ სხვები არ დამეჩაგროს ესე. კირჩხიბამდე მოვედი ახლა, მაგრამ აი იდეა რომ აგეხსნათ ახლა სხვა ვიდეოებში, სხვა სელენას სხვა კიდე ბევრჯერ მაქვს აღწერილი, მაგრამ კიდე სხვა კუთხით ვცდილობ ხოლმე რომ უფრო გასაგები იყოს თქვენთვის. და როდესაც აი ამ სელენას ენერგიის შევდივართ, ეს ყოველთვის არის სევდა სადღაც, რომ მე რამხელა ენერგია გავეცი. მე როგორ მჯეროდა ამ ენერგიის და მე მოდის სევდა და სევდა არის ყოველთვის ლილიტი. აი მთავარი ღერძი სულის აი ამ ჯაჭვში ვართ ხოლმე ჩართულები და საჭირო არის მეორე, მესამე დონეზე გადასვლის პროცესში დავინახოთ, რომ კი მეს გამოვატარე ეს ჩემი სელენას ენერგია და კი ლილიტის ზონაში მე ვერ მივიღე. ჩემი პირადი სურვილი იყო სადღაც, ჩემი პირადი მონატრება ამ სელენას ენერგიაში. მე ისიც მჯეროდა ის გამოვატარე. მაგრამ მე ყველაფერი შევწირე აი ამ ჩემს ღირებულებას, ხო? და მე აქ მიდის უკვე დარდი ლილიტური და საჭირო არის ზევიდან დახედვა აი ამ დარდზე, ხო? და აი ამის შემდგომ გაცნობიერებული გაშვება მსხვერპლის, რომ კი ესე არის მოწყობილი, კი ჩემს სელენას ენერგიაში მე დავკარგე ძალიან ბევრი რამ, იმიტომ რომ გავიღე იმაზე მეტი და მე უკან არ მივიღე და ეს უკან არ მივიღე ნიშნავს ლილიტი, მაგალითად. აი თუნდაც ახლა რო ვილაპარაკოთ, რომელი შეიძლება მოვიტანოთ. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე სელენა იყო სასწორში, მე გადავალ სასწორზეც და ლიტი ყავდა ლომში. და სასწორი რა იყო? აი თავის დიპლომატიურობა, თავის საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგალითად, ხო, მან შექმნა საზოგადოება, ახალი საზოგადოება დააფუძნა, ესე რომ ვთქვათ, ხო? მთელი ესეთი მებრძოლი საზოგადოება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სიტყვებით თვითონ სელენას ენერგეტიკა. ენერგეტიკულად მოუწია ლიდერობის აღება თავის თავზე ლიტი ლომი, ხო? ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან უჭირთ ლიტი ლომებს ამ ლიდერული პოზიციის გატარება. და აი აქ ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ მან სავარაუდოდ მის არაცნობიერში დიდი პასუხისგებლობები წავიდა. სადღაც დიდი ტვირთივით იქნებოდა ეს, ან ეგოში გადაუვიდოდა, ამბიციაში გადაუვიდოდა, ან იმაზე მეც აიღებდა თავის თავზე, ვიდრე შინაგანად ამის ხივი ქონდა ლომის ენერგია, ხო? გაერთიანება, გუნდის, ეს არის ლომური თემა. და მისი სელენა სასწორი რო ის ხედავდა, სად არის დიპლომატიურობა დარღვეული, სად არის სამართლიანობა დარღვეული და ლილიტის ეს უფრო მესამე დონე არის, ეხლაც ასევე დამუშავება. მესამე დონეში ცოტა ისე გადავდივართ, ძალიან დიდ ენერგიას კარგავთ აქ, ხო? და თუ ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი არ იყოს ესეთი მტკივნეული, მან ხდება გამთლიანება, გაერთიანება ამ ენერგიებს, შესვლა ამ ლილიტის ენერგიაში, ლილიტის სევდის ინტეგრაცია ხდება. უნდა ვიცხოვროთ ეს ენერგია ემოციურად და მერე გამოვდივართ უკვე სელენას ენერგიაში უკვე გაცნობიერებულად. ანუ მარტივად რო აკითხნათ, სელენა ლილიტი ეს არის ციყვის ბორბალი, ტრიალება, აბსოლუტურად ვერ ხედავ რო ტრიალებ, ყოფილან აი როგორც 1000 რაღაცას მიედმოედებიან, უამრავ თერაპიულ პროცესში ეძებენ რაღაცას თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ფოკუსი რო გძევიდან დახედო, ეს ადამიანი არის ციყვის ბორბალში, ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს. ეს არის აი ბრმად რო მოვეხეთქებოდე რომ მინდა საიდანღაც გამოსვლა, მაგრამ ზუსტად ეს კიდე უფრო აჩქარებს ამ ბორბალს და კიდე უფრო გიჟურად დავრბევა ნევროტულ სირბილს რო გულისხმობ ხოლმე, ხო?
და მე არის საჭირო უცებ გამოსვლა ფოკუსიდან, ზევიდან და ხედვა აი სელენა ლილითის ღერძის გაცნობიერება, ეხლა სადავა, რა დავკარგე ამ პროცესში, რა იყო ილუზიები, რა იყო მიწიერი გამოცდილება, ხო, რაც მაძლევს მე დანახვის საშუალებას სელენაში და აი მე დაბრუნება უკვე სელენასთან იმ მიღებით დანაკარგების. და სხვათა შორის ამ დანაკარგებში ჩვენ ეგოს სიკვდილი გვჭირდება მძაფრი სიტყვებით რო ვთქვა. ეგოს სიკვდილი რა არის? აი ლილითი არის ეგოს სუფთა, სატურნთან ერთად ეგო ამიტომ არის. მე როცა ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს, ხო, ჩემ გამოცდილებაში. აი ეს არის უკვე როგორი რაღაც იცით, ეგო შემოდის უკვე კარმას ქმნის ეგო. სიამდვილეში, ახლა ძალიან საინტერესო ნაწილი მინდა გითხრათ. მაგალითად არის ინდოეთში კასტების იდეა, ხო? კასტებად არიან დაყოფილები ადამიანები და თუ არის მრეცხავი ადამიანი, ის მთელი მისი შთამომავლობა უნდა იყოს მრეცხავი. ანუ ამ კასტას არ აქვს უფლება გადავიდეს სხვა კასტას. აი ეს გარკვეულწილად არის ძალიან კარგი პრევენცია კარმაში. იმიტომ რომ ნახეთ ახლა მთელ ჩემს წინაპრებს, ახლა ინდური ფილოსოფიის ლოგიკიდან რო გითხრათ, მთელ ჩემს წინაპრებს თუ აქვთ გამოცდილება მხოლოდ მრეცხავების ამ ეგრეგორში, ამ ენერგეტიკაში, სადღაც დაგროვდა მხოლოდ ეს გამოცდილება. მე რასაც არ უნდა მოვეპოტინო და გადავიდე სხვა სივრცეში, მე იქ ვერ ვიქნები თავდაჯერებული, ვერ ვიქნები ავთენტური, იმიტომ რომ ჩემს სისხლში გამჯდარი არის სადღაც ეს ეგრეგორი. და მე თუ გადავალ უცებ მოვინდომებ, აი ხა რაც კომუნისტურ სამყაროში მოხდა, რო თქვეს რო გლეხები შეუძლიათ უკვე მართლობაში მოვიდნენ მაგალითად, ხო? და აქ გლეხებზე კი არ არის ლაპარაკი, აქ ისევ კარმულ სატუნზე ვლაპარაკობ, როდესაც თელ ჩემ წინაპრებში არ ყოფილა გამოცდილება ამ ყველაფრის და მე შევდივარ იქ, რის კარმულ აზრზეც არა ვარ. სადღაც, ხო, აი კარმულად რო ვთქვათ. და აი ეს ინდურ ფილოსოფიაში ძალიან კარგი პრევენცია იყო კარმისგან დასაცავად. იმიტომ რომ მე თუ არ ვიღებ ჩემ თავზე იმას, რაც არ ვარ, ამისთვის არ მიშრომია, ამისთვის არ მიმუშავია კარმულად, შესაბამისად მე კარმასაც არ ვაგროვებ. ანუ პრობლემები არა მაქვს. მე ვიღებ იმას, რაშიც ვარ, არ მაქვს ამბიცია, რომ მეტი შემიძლია. ეს ამას აქვს თავისი პოზიტიური ლოგიკა, იმიტომ რომ კარმას ძალიან სერიოზულად უყურებს ინდური სამყარო ზოგადად. კრიშნაიდობა, ბუდისტური მენტალობა, მაგალითად, ასე ცნობიერება და ფილოსოფია და რელიგია ერთად რო ავიღოთ, ყველაფერი ერთად არის, ხო, რელიგია ზოგადად. აი აქ კარმას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ მათთვის არის ბევრი ცხოვრება და ამ ბევრი ცხოვრებაში მე განცდა რომ მე თუ ახლა აქ მრეცხავი ვიქნები, შემდეგ ცხოვრებაში მომეცემა საშუალება რომ მაღალ ეტაპზე ავიდე. ანუ აქ სატურნის ენერგია და ეს კარმის ენერგია ძალიან ბალანსირებულად არის, მაგრამ მას აქ მეორე რეაქცია. ამისთვის არის სხვადასხვა სამყაროებში სხვადასხვა რელიგიური ფილოსოფიები. მაგალითად, ქრისტიანობა პირიქით ამბობს, რომ ერთი ცხოვრება გაქვს. მაქსიმალურად ეცადე, რომ აქ მიაღწიო ყველაფერს. ამას აქვს რა, მაგალითად, გამოცდილებად, რაც უფრო მეტად ავხდები იქ, რაც ჩემი არ არის. მაგალითად, პოლიტიკაში ახლა ვისაც უყურებთ, ხო, იქ არიან, სადაც აზრზე არ არიან საერთოდ, ხო, არაფრის, არც კარმულ დონეზე, არც მენტალურ დონეზე და არც ღირებულებათა კუთხე და ეს ერთ-ერთია როგორც წესი. და აქ რა ხდება? ზუსტად მძიმე კარმის აკიდება ხდება, თქვა, ინდური ფილოსოფიით თუ შევხედავთ, მაგრამ აჩქარებს ამავე დროს პროცესს, რაც უფრო მძიმე კარმას ვიკიდებ, მე მძიმე განსაცდელებს და წმენდვას გავდივარ, ანუ ეს არის დაჩქარება პროცესის, რომ პოზიტიური კუთხით ის არის, რაც უფრო მძიმე კარმას ვიღებ ჩემ თავზე, მით უფრო მალე გავასუფთავებ ჩემს მისწრაფებებს, ვაჩქარებ პროცესს, მაგრამ ინდური ფილოსოფიით რა არის, რომ უფრო რბილად, უფრო ნელა უნდა წავიდეთ და არა ესე მკვეთრი გზით. და არის როგორ რაღაც იცით, რომ თუ წინა ცხოვრებებში მე მაგალითად ინდოეთში ვიყავი და ყველა ეტაპები გავიარე, ეხლა შეიძლება უკვე მომეცე საშუალება, ან ამერიკაში დავიბადო, ან ევროპაში დავიბადო, სადაც მექნება ბევრი შესაძლებლობები.
და თუ მაინც აქ არ მაქვს გავლილი კარმული ასპექტები, მაშინ დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ვიბადები, სადაც მეძლევა ბევრი შესაძლებლობები, მაგრამ იქ სოციალური წყობა, ფინანსური წყობა მაგალითად, ეს ყველაფერი არის განსხვავებული და მე ცდუნებებიც ბევრი მაქვს და ევროპაში ნაკლებად რო ცდუნებები იყოს, ხო? ცდუნებების ბევრი მაქვს, შესაბამისად, კარგად ვეშვები კარმის ჭაობში. აი ეს ხსნის ეზოთერული და სხვა რელიგიები, სხვათა შორის აი ამ ენერგიებს. და როცა სატურნზე ვლაპარაკობ, სატურნი ინახავს ზუსტად კარმას. აი ახლა როცა მაგალითად ეზოთერულ სფეროში ქურუმებს ვისაც ეძახდნენ, ვინც რელიგიაზე ან ფილოსოფიაზე ლაპარაკობს, ხო? ამ ადამიანებს უნდა კონდეთ კარმა ესე არის, რომ უნდა კონდეთ გამოცდილება წინა ცხოვრებებში, ქონოდათ ამ სფეროებთან შეხება. და თუ არ ქონდა ამ ადამიანს შეხება და სხვა შორის დიდი ფილოსოფია არ არის ხოლმე საჭირო ხარ რომ შევხედოთ ელემენტარულ მეტყველებას, ჰაბიტუსს, მაგალითად, ხო? ენერგეტიკას უკვე ხვდებით, ხო, ვინ სად არის და აი მე მქონია ესეთი ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებში, როცა მივიდე ფსიქოთერაპევტთან და ну აი ვიზუალს უყურებ, გარეგნობას უყურებ, მის პირის აპარატს უყურებ და ნუ ხვდები, რომ ეს ავთენტური არ არის, იმ ენერგეტიკულ ველში არ არის, ეს არის ფეიკი, ესე ვეძახით, ხო, პარაზიტის სფერო ეს, ადრეც მქონდა ამაზე ვიდეო, პარაზიტის სფეროსი, რომელმაც აი სადღაც თვით გადარჩენის ინსტინქტით, რომ მე უნდა გადავრჩე ამ სამყაროში და არა ის, რომ მე აქ განვითარდე, მე უნდა გადავრჩე, ხო? და აქ მჭირდება ან ფინანსები მჭირდება, ან ეგო მჭირდება სადღაც და შესაბამისად ამ გადარჩენის ინსტინქტში მე განვითარებაზე და ჩემი თავის პოვნაზე არა ვარ, ხო, პასუხისმგებელი. და აქ ჩანს ეგო, ზუსტად. ეგო ის, რომ იმას მოვეპოტინო, ის მეგონოს თავი რაც არ ვარ სინამდვილეში. აი აქ როდება ყველაზე მძიმე კარმა. და აქ არის რა იცით თან, რომ პარაზიტ ენერგეტიკას ვეძახი ამ შემთხვევაში. აი ეს არის ზუსტად, რომ ვიღაცების დაწერილს იმეორებენ, ისიც არასწორად, იმიტომ რომ არ ესმით რაც იმეორებენ. ბევრი ფსიქოთერაპევტი მინახავს, რაღაც სქემებში ცოტა წვავენ, ესე რომ ვთქვათ, აქ რა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის აი კლერკებს რო ეძახიან, ხო იცით? შემსრულებელი სისტემის. ის არ აწარმოებს ამ სისტემას, არაფერს არ ქმნის ახალს, ხო? და ესეც კარგი ვარიანტია, რომ კლერკი იყოს, ხა უმეტესად ანგრევენ ან ამახინჯებენ სფეროს, ხო? აი ამიტომ ვარ ძალიან ყურადღებით. მე პირადად ძალიან ბევრი ვიწვნიე ჩემ თავზეც, თუნდაც, როდესაც იმ ხალხთან მივდიოდი, ვინც არ იყო ავთენტური იმ სფეროსი, ვინც ფეიკები იყვნენ, ესე რომ ვთქვათ, და აქედან რომ დავიწყე მე კარმის კვლევა, ეს რას ნიშნავს, ხო? აი ეს არის ზუსტად ის, რომ უკან, აი რაში მეხმარება მე ჰიპნოთერაპიები მაგალითად, ხო? ვნახე რა იყო ჩემი თავარი ენერგეტიკული რესურსი, ეგრეგორთან, სელენას ენერგეტიკასთან, რა მქონდა აქ ბევრი კარგი გაკეთებული და რა მქონდა ვალები სამყაროსი. აი ამის დანახვა ძალიან ბევრს უჭირს, გულახდილად რო გითხრათ, აი სიჯიუტე მაგალითად, მიუღებლობა რაღაცის, რო გეუბნებიან და არ იჯერებ სიტყვაზე, მე გეუბნებით უფრო როგორ იცით, აი სხვადასხვა კუთხით, რომ აი სამყარო გიგზავნის რაღაც მესიჯებს, ადამიანი არ იღებს ამას, არაფერის გაგონება არ უნდა, მანდ უკვე ხვდები, რომ ადამიანმა ეგოს ვერ აჯობა, ვერ გადაახტა თავის ეგოს, ანუ არ იყო მზად დაენგრია თავისი ეგო სტრუქტურა, მე ეგოს გულისხმობ არა მის უკვე პოზიტიურ ნაწილში, არამედ აი იმ სადღაც სიმართლეს რო არ უნდა რომ შეხედოს ადამიანმა თვალებში, ხო? იმიტომ რომ სიმართლე ზედმეტად კინოული არის მისთვის, იმიტომ რომ სადღაც გაიდეალა საკუთარი შესაძლებლობები და საკუთარი თავი და პლუტონიანელები ამას ყველაზე კარგად ხედავთ. აი ჩემთვის მე რო უყურებდი რა არის ძლიერი ადამიანი, ის რომელიც მზად არის ეგოს შეხვდეს. აი მანდ მივხვდი ეს არის ჩემთვის სიძლიერე, შინაგანი და პირიქით თუ ეხა ეგოზე მიდგა საქმე, ჩემთვის უფრო დამამცირებელი არის, როცა ადამიანი აი ამ საკუთარ რეალობას სინამდვილეს ვერ ხვდება, ვიდრე პირიქით, ხო? და გულახდეთ, რომ გითხრათ, ასეთ ადამიანებს ვანებებ ხოლმე თავს, გინდ გარემოცვაში მყავდეს, ახლობლოში მყავდეს. აი მივხვდი, რომ იყო სამყაროსგან ცდელობები, ვერაფერი ვერ გაიგეს და უნდა გაუშვა ასეთ დროს. უნდა ის სამყარო კარმა მაინც დააბრუნებს ამ ნაწილებთან, აუცილებლად მოუწევს მან შეხვედრა და გავლა ამ ყველაფრის. ოღონდ ჩვენ იმისთვის გვჭირდება ეს ოდნა, რომ ვისწავლოთ ჩვენ თვითონ დავიცვათ თავი.
ასეთი ფეიკი ადამიანებისგან, ეხლა მე სპეციალურად ძალიან ვამძაფრებ, ცოტა სხვანაირად გულისხმობ ამ შემთხვევაში. და უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ესე იგი არ არის მზად, აი თუნდაც ეხლა ქალებს აქვთ ხოლმე ექბრებთან ან მეუღლებთან ან პარტნიორებთან უბრალოდ პრობლემა, რომ აი უბნება ქალი რომ ეს პრობლემა მაქვს და თავს იცავენ ეგრევე მამაკაცები. თავის დაცვა ეს არის რომ მე არ მინდა დავინახო პროცესები სინამდვილეში როგორ არის. აი ამის დანახვა თუ არ მინდა, ესე იგი მე ვწყვეტ განვითარებას. ესე იგი მე საერთოდ არ ვარ მზად წინ წავიდე ცხოვრებაში, განვითარდე და აქ მოდის ყველაზე დიდი, იცით რა, გაჩერება, ენერგეტიკის კუტომა ხდება, გაჩერება ხდება. და გარშემო ვისაც უყურებთ, ახლა პოლიტიკაში სულ ესეთი ხალხი არის მაგალითად. აი ძალიან გონიათ ხოლმე, რომ პოლიტიკოსები რატო ასტროლოგიას, რა ასტროლოგიას საერთოდ პირველ დონეზე არიან უმეტესად პოლიტიკურ სფეროში, იმიტომ რომ უმეტესად იქ არიან მეგობრებო ნარცისული ან ესეთი ტიპაჟები. ხშირად ახლა ძალიან ბოლომდე ვინც მიდიან, ახლა ტრამპი არის ჩაოლებრივი ნარცისი, შტერი ნარცისი ოღონდ. და არიან ფსიქოპატები ხშირად პოლიტიკაში და მილტვიან მაგ ყველაფრისკენ, იმიტომ რომ ეს ძალაუფლება ეს აი ამ ტყუილში კიდევ უფრო გახვიან თავისთავი, რომ ნამდვილიმე არ დაინახონ და არ შეხვდნენ საკუთარ რეალობას. და ამისთვის აკეთებ მთელი ძალაუფლებები და ყველაფერი ამისთვის სჭირდებათ, რომ არ დაინახონ სინამდვილე. ჩემთვის ეს პირადად აი ძალიან სუბიექტურად რო გითხრათ, სისუსტე არის, იმიტომ რომ კარმაში ესე ჩაკეტვა მაინც მოგიწევს ადრე თუ გიან მან შეხედა. ანუ ეს არის დროებითი. მხელა ენერგია იხარჯება, რომ აი ამ ფეიკს ჯავშანი შეუქმნა, რომ რა ვიცი, არ ღირს. ხო და აი ამ გარშემო აი თქვათ აი ამ ფილოსოფიებზეც რო გელაპარაკეთ, კარმული თემები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ რა სფეროში მაგალითად რამდენად ავთენტურები ვართ, რამდენად რეალობასთან გვაქვს კონტაქტი, რამდენად სიმართლეს საკუთარ თავში ვხედავთ, ხო? და აი როგორც კი ამოგვაქვს ესე ღიად ზედაპირზე და ყველაზე მაგარი თერაპიული პრაქტიკა მაქვს ხოლმე, როცა ადამიანი აი ამ ეგოს ხრევისთვის ღია არის, გამოდის და ეს ხრევა კი აღარ გამოდის ეგოსი, ეს ხდება პირიქით საკუთარ თავთან შეხვედრა, ჩახუტება ამ ნაწილის, რომელიც არ მივიღეთ, ხო, სადღაც და ეს ჯავშანი რისთვის იმ იმ სულიერი ენერგიისთვის, იმ ჩვენი მეს გარშემო ვქმნით ჯავშანს სინამდვილეში, რომ ის არ დავინახოთ სოციალითავით, იმიტომ რომ ის გძულს, ის არ გვიყვარს ჩვენი შინაგანი სუსტი ნაწილი და ეს სუსტი ნაწილი სინამდვილეში არის სევდა და ტკივილი და ამ ტკივილის მიღება არ უნდათ სინამდვილეში და ეგო ჯავშანში ეს პათოლოგიები, ფსიქოპათოლოგიებიც და ეს ყველაფერიც არის ამის გარშემო ტრიალებს, რომ ამას ებღაუჭება ადამიანი, რომ არ მინდა დავინახო როგორ მეტკინა. და აქ თუ არ დავინახავთ რომ ტკივა, სინამდვილეში ის ტკივა, რომ ჩვენ არ ვხედავთ იმ ჩვენს გატეხილ ნაწილს. და ამ გატეხილ ნაწილთან მე პირადად ახლა თერაპიულად უფრო თავაზობ ხოლმე სიყვარულით და სელენას ენერგიით მივიდეთ და არა სელენას ნეგატიური ენერგიით, ხო? იმიტომ რომ სელენას გამოვლინებაც არის რამდენიმენაირი. სელენას პირველ დონეზე თუ ვიყენებთ, თლიანად ლილცებ ჩდებით. ასევე, ხო? ანუ აი ეს პრინციპი ეს არის. და მე რამდენსაც ახლა აი თერაპიულად რომ მუშაობ ხოლმე, სულ ეს ამოდის ზედაპირზე, არიან კი თავდაცვაში და საერთოდ კეტავენ, მაგრამ იშვიათად, ძალიან იშვიათად, აი 90% ჩემთან მოდის აი მთლიანად, რომ ვიწყებთ მუშაობას, დაბრუნება ამ საკუთარ ნაწილებთან და აი ეს ბიპოლარული ენერგიაც შოშმინდება, იცით, გამთლიანება ხდება შინაგანად და ძალიან კარგ რესურსს იძლევა, აი როცა ამ პოზიტიურ ფსიქოთერაპიაზე ვლაპარაკობთ, აი სელენასთან დაკონტაქტება ენერგეტიკული. აი ხანდახან არის ხოლმე თერაპიულად, ზოგჯერ ენერგეტიკულად შევდივართ სელენას ზონაში და აქედან ვიწყებთ გაცნობიერებას ამ ყველაფრის. შემდეგ ნიშნებზეც კიდე აგიხსნით და კიდე ესეთ ფორმატში ავხსნი სელენა ლილიტის ღერძზე, როცა გვაქვს საუბარი, თქვენ შეგიძლიათ მანამდე შემომთავაზოთ თქვენი კომენტარები, რა გაინტერესებთ, რა გავითვალისწინოთ შემდეგ ვიდეოებში და თუ დაალაიქებთ ხოლმე და თუ გააზიარებთ ამ ვიდეოებს, კიდევ უფრო დაეხმარებით სხვებსაც, ხო, რომ უფრო მეტად შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც ხარისხიან ასტროლოგიაზე, შეიძლება არც იციან, რომ არის და
ახლა კი არის ძირითადად ყვითელი ასტროლოგია მოდაში, რა გველის ტყუპებს, ესეთი თემები. ხო და იცით რა არის, ახლა უყურებ ხოლმე ესეთ ამომიგდებს ხოლმე ხანდახან რაღაცა ესეთი სულელური ვიდეოები და ესეც ახადილით არის, იცით? ესეც არის, რომ ეს ხალხიც ნენელა მიხვდება, რომ ეს არ მუშაობს და სისულელია, მე ესენი გადმოდიან უკვე განვითარებულ ტალღაზე იმ დაბალ ასტროლოგიაზე, ყვითელ პრესაზე მიდიან კიდე ახალი ხალხი და ესეც საჭირო არის სადღაც გაზრდისთვის, ხო ეს მე ის კი არ მაქვს, რომ ესენი არ უნდა იყვნენ, ისინიც უნდა იყვნენ, იმიტომ რომ უბრალოდ ალტერნატიული ასტროლოგიაც უნდა იცოდეს ხალხმა რა არის სინამდვილეში ასტროლოგია და რა ენერგიებთან აქვს საქმე. და ამისთვის ძალიან მჭირდება ხოლმე თქვენი აქტიურობა და თქვენი დახმარება. მე კი არ მჭირდებათ, რომ იმათ ჭირდებათ, ვინც ჯერ კიდევ ამ სივრცის მიღმა არის და თქვენ შეგიძლიათ ხოლმე ამითი დაეხმაროთ და დროებით მეგობრებო, მადლობა.